მოგესალმებით, პატივცემულო მსმენელებო, მაყურებლებო. ზუსტად ერთი კვირის წინ მიუხედავად ზამთრის დადგომის ცივი ამინდის და წვიმიანი ამინდის მიუხედავად საკმაოდ მასშტაბური გამოსვლა შედგა არაბიზაციის წინააღმდეგ, სადაც ერის ნაწილთან ერთად სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ ჩვენს მივიღეთ ამაში მონაწილეობა და ამის გამო ერთი დღის დაგვიანებით მოგვიხდა ჩვეული გადაცემის ჩაწერა, მაგრამ ამან როგორც ჩანს ხელისუფლებაზე ზემოქმედება ვერ მოახდინა. პირიქით ხელისუფლება ცდილობს გამოსავალი მონახოს აქედან ერთის მხრივ ცდილობს ეს გააიგიოს იგივე იმ რადიკალურ მოძრაობასთან, რომლებიც უკვე თვეებია და წელზე მეტიც არის უკვე აქციებს მართავენ და მეორეს მხრივ ახალი იარლიყების გამოძერწა უკვე ეს ფუნდამენტალურ რელიგიურ რაღაც მიმდინარეობასთან გააიგივა, რადგან იქ სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ რაღაც შავრაზმელური მიაკერა იარლიყი ამ მოძრაობის წარმომადგენლებს თუ წინამძღოლებს. საკმაოდ საინტერესო ვიდეოს შევხვდი, ჩანაწერს შევხვდი ინტერნეტში, ახალგაზრდა კაცი საკმაოდ ლოგიკურად მსჯელობს და სხვა შემდეგ კითხვებს, რომ როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ 33% სახელმწიფო იტოვებს 33%-ს ამ პროექტში, ეს ხო ნიშნავს, რომ ქვეყანა არის მფლობელი 33%-ის. ანუ ქვეყანა მარტო მთა, ველი, მდინარე ხომ არ არის, ეს არის ხალხი, ხო აქ მაცხოვრებელი მოქალაქეები ამ ქვეყნის. ანუ ამის მფლობელი ვართ ჩვენ და მაშინ გითხრას, რომ ხელისუფლება რატო გვიმალავს, რისი მფლობელი, რისი 33%-ის მფლობელი ვარ. საკმაოდ ლოგიკური კითხვაა, ხო და ამ ყველაფრიდან გამომდინარე საზოგადოებაში ერში ჩდება განცდა, რომ რაღაც ერთობლიობა არ ყოფნის, ერთიანობა არ ყოფნის იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზემოქმედება მოახდინოთ და შესაბამისი კითხვებით შემოდის და მოწოდებებით შემოდის, რომ გაერთიანდით და რატო არ ერთიანდებით. დღეს გვინდა ამ თემებზე ვისაუბროთ. ახლა დავიწყოთ. ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ამ აქციის თაობაზე მცირედ საუბარი წინა გადაცემაშიც ჰქონდა. აქცია უნდა ითქვას, რომ შედგა, თუმცა ბევრი იმედ გაცრუებული დარჩა და ამიტომ ეს უნდა ითქვას მკვეთრად გამოიკვეთოს. ჩვენ შემთხვევით არ გვიტყვია, რომ ეს პრობლემა რომ გადავჭრათ, საქართველო რომ გადარჩეს როგორც ქვეყანა. ჩვენი სამშობლო რომ გადავარჩინოთ ქართველებმა და ქართველებისა დარჩეს, იმედენად გართულებულია საქმე მილიონამდე, ანუ ძალიან ბევრი ადამიანის გამოსვლა საჭირო საპროტესტო მანიფესტაციაზე. აი ეს თუ იქნება ახლა საშველი. იმიტომ რომ გზა, რაზეც დაგვაყენეს, ეს გზა არის დაუბის გზა. რაც ვერ გავიგეთ, არ გავიგეთ, ვერ წარმოვიდგინეთ, მაგრამ ეს გზა გრძელდება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს პრივატიზაციისა და გაყიდვის გეგმა პირდაპირ თავიდანვე დაგვიდეს მსოფლიო ბანკის და მსოფლიო სავალუტო ფონდის ეგრეთ წოდებული რეკომენდაციებით. მაგრამ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ წინარე ხელისუფლებები აი წარმოვიდგინოთ რა, რაც არ უნდა ბძულდეს დაუშვათ, არის ნაწილი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება განსაკუთრებით ძულს სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება რა. აი ეს წინარე ხელისუფლებებიც კი არ მიდიოდნენ იმ აქტიური ნაბიჯების გატარებაზე, რა დავალებებიც, რა ბრძანებებიც იყო მოსული. კახაბოდის ჩაგეჭრები ამას წინ შემთხვევით ამომიგდო, გემახსოვრებათ ალბათ მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო კლიპი სეფიაშვილის გიხაროდენ. იქ არის ესეთი სიტყვები, რომ ეს მთა, ველი, შენახარ ამის პატრონი და უნდა უპატრონო. ანუ ჯერ კიდევ მაშინ შევარდნაძის დროს ეს
უნდა მივიჩნიოთ ეს იყო იდეოლოგიური კლიპი, ხო? აი ჯერ კიდე ლაპარაკია იმაზე, რომ ქართველია მისი მეპატრონე და უნდა იყოს და უპატრონოს. დღეს უკვე აბსოლუტურად ლიბერალიზებულია მიდგომა. რა მნიშვნელობა აქვს? აი პირდაპირ ღია ეთერებიდან ჟურნალისტები, არ მინდა ხა სახელები და გვარები დავასახელო. რა მნიშვნელობა აქვს ამ მიწაწყლის პატრონი ვინ იქნება? ჩვენთვის თავარია რომ მოვიდეს უპატრონოს და ამუშაოს, რა ვიცი, რაღაც ააშენოს, ან გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და თავარია კიდე და პამიდორი მოვიდესო აი აქამდე დავიდა რა და ვინ მოიყვას იმ კიდე პამიდორს თუ ჩვენ კიდე პამიდორი საკმარისი გვექნება და მის ხელმისაწვდომობაში. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? აი უკვე ეს იმის მაგალითია, როგორ უარესდება ჩვენი მდგომარეობა ყოველწლიურად და ყოველი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უარესი და უარესია. ერთ-ერთი მოთხოვნა ტოტალური პრივატიზაციის პროცესში იყო ის, რომ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, ქართული მემკვიდრეობა, მოდი თავის სახელი დავარქვათ, იმიტომ რომ უბრალოდ ესეთები ყოფილი ვართ ისტორიულად, ასეთი შეფასება გვაქვს ჩვენივე ძალიან დაკვირვებული თვალის მქონე სახელოვანი ადამიანების მიერ, რომ ქართველი ცდილობს გამოჩნდეს ცოდნით, ყველაზე მეტად ქართველს უნდა რომ ცოდნით ჩამდეს და ცოდნით ამაღლდესო. ამას ჩვენ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონი შენიშნავს ქართველობის ბუნებას, როდესაც იგი აღწერს და ეს გადმოვიდა საბჭოთა სინამდვილეშიც და მართალია დიპლომანიას მეორე მხარეს გააჩნია, მოდი ახლა ამის გარჩევის ის არ არის, ყოველ შემთხვევაში ქართველის თავმოყარეობისთვის აუცილებელი იყო, რომ მიიღო განათლება და ქონოდა დიპლომი. გასაგებია და უამრავი განათლებული, უამრავი მეცნიერ მუშაკი მსოფლიო მნიშვნელობის მათ შორის შეძინა საქართველოს. ახალმა დროებამ, რაც თავისუფლების მოპოვების მერე დაგვიყენა და დაგვიყენა მსოფლიო გამოუცხადებელმა მთავრობამ, მსოფლიო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა იყო ერთ-ერთი მთავარი, რომ ეს სასწავლებლების შენობები და ქონება უნდა გაეყიდა, ჩატარებულიყო პრივატიზაცია, შემცირებულიყო და სულაც არ არის საჭირო ამდენი განათლებული ყავდეთ, ყველაფერი ფორმალურია და ასე შემდეგ. მოკლედ რომ თქვათ, ის რაც დაგვიწესეს თავის დროზე, ბოლომდე ხდება ამის შესრულება. და წინარე მთავრობები ვერ ბედავდნენ. კი იწყებოდა ყველაფერი ეროვნების გრაფის გაუქმება, ნაბიჯების გადადგმა და მომწიფება, იდეოლოგიური მომწიფება, ყველაფერი გავყიდოთ სინდისის გარდა, იქ ლაზიკას შენებლობა, იქ სინგაპურიზაცია, ну ახლა არაბიზაცია რა და ნელ-ნელა მწიფდებოდა და როგორც ჩანს კოსმოპოლიტური სოფლიო ჩრდილოვანი მთავრობის წარმომადგენლები გეგმები ჩაშლილი აქვთ ყველაზე მთავარი მიმართულებით, როგორც ჩანს, გადაწყვეტ ბრძოლას აწარმოებენ საქართველოს მისათვისებლად. ეს ყველაზე მეტად დამაფიქრებელია. ჩვენ ახლა გვიწევს ქვეყნის გადარჩენისათვის ბოლო ბრძოლის წარმოება. მოვიგებთ, შანსი გვეძლება. ნუ ვერ მოვიგებთ და აშკარაა, რომ ის მასები, რაც აქ შემოყავთ, ის გადაწყვეტილებები, რაც უკვე მიღებულია, რაშიც ფულია აღებული, რაზეც ხელია მოწერილი, ქართველობას გააქრობს. ნუ ახლა არაბიზაცია დავარქვით, თორე აქ მარტო არაბზე არაა ლაპარაკი, კოსმოპოლიტური ოაზისების ჩამოყალიბება უნდათ. წინა საფეხურზე ეწევიან უკვე ნეიტრალიტეტსაც, იმიტომ რომ მათ მშვიდობა უნდათ, მათ აქ მშვიდობიანი გარემო უნდათ, 64-ია, დედამიწისეული პატარა 64-ია და ეს ასათვისებელი, შესათვისებელია. ბოლო ბრძოლაზე არიან გადასული, აქ საჭიროა ქართველის განეიტრალება. ხო, რა გჭირდება ამ ბრძოლისათვის? ამ ბრძოლისათვის საჭირო არის, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება. იმ ერთი
ძირითადი სტრატეგიული მოთხოვნის ირგვლივ, რაზეც უკვე კარგახანია ვსაუბრობთ. არა მარტო ჩვენ, ხალხის დაკვეთაა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ერთიანდებიან საზოგადოებას. ხო, ამ აქციამ ეს ნაწილობრივ გვანახა, რომ ცალ-ცალკე ორგანიზებული აქცია, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს, სასურველ შედეგს, სასურველ სიმრავლეს ვერ მივაღწევთ. ამიტომ ესაა ძალიან დასაფიქრებელი ამბავი. არის ახლა ჩვენთან შემოძახილები ამთაგვარი, რომ თქვენ რატო არ ერთიანდებით სხვებთან და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიძახით. ჩვენ ყველასთან ვერთიანდებით, ვინც გამოდის საქართველოს გადასარჩენად. იმ მოთხოვნით, რომ ქართული მიწა-წყალი არის ღვთისმიერი ნაბოძები, ხელშეუხებელი, რომლის კიდევ გაყიდვაც არ შეიძლება, და ეს არაბიზაცია არის წამლეკავი და გამანადგურებელი და ვინც ამ საშინელი მდინარეების წინააღმდეგ გამოდის და საპროტესტო აქციას ატარებს, ჩათვალოთ, რომ ჩვენ იქ ვართ, მათ გვერდზე ვდგავართ. თუმცა ჩვენ უერთდებით იმ საყოველთაო ჭეშმარიტ მოთხოვნას, რომ საჭიროა ყველა ამ პოლიტიკურმა ძალებმა ერთიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშაოთ და ერთიანი საპროტესტო აქცია ჩავატაროთ. ჩვენი რაოდენობით უნდა დავანახოთ არსებულ ხელისუფალს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ ქართველი ერთგულია თავისი სამშობლოსი და ის არ ეთანხმება სამშობლოს გაყიდვა გასხვისების დამანგრეველ გეგმას. ჩვენ იქ ვართ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ჩვენ არ მოვითხოვთ გინდა თუ არა სიტყვაში გამოგვიყვანეთვა და ასე შემდეგ, ეგ სხვა საკითხია კიდევ. თავის გამოსაჩენად არა ვართ. ბოლოს და ბოლოს ამ ერთ უძირითადეს მოთხოვნაზე მაინც იქნება შევჯერდეთ, მოდი გვერდზე გადავდოთ ორიენტაციები, ნეიტრალიტეტის საკითხი თუნდაც, თქვათ დასავლური ორიენტაცია თუ პროაღმოსავლური თუ პროჩინური თუ რა, მოდი ეს გვერდზე გადავდოთ რა. ევროპას კი არ გვართმევენ, წინარე გადაცემაში თქვი ჯემალი, რომ სამშობლოს გვართმევენ, კაცო. ევროპა ჩვენი არასოდეს არ ყოფილა, ევროპა იქ იყო, სადაც იყო. აი რაც ჩვენი ამას უკარგავთ. ის გეგმები, ის მოთხოვნები, რაც დაყენებული იყო ყველა ხელისუფლების წინაშე, დღევანდელი ხელისუფალი პირნათლად აღსრულებელია და მიდის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსათვის. საქართველოზე დაუფლებისათვის, გადამწყვეტი ბრძოლა. ერი და ბერი უნდა დადგეს ერთად. ჩვენ ახლა სულიერ საკითხებს რაღაცნაირად თითქოს არ ვაქცევთ ყურადღებას და მეორე საფეხურზე გვაქვს გადატანილი, რაც ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორებ და აქაც უნდა ნათლად თქვა, ჩვენ რას ვაგრძელებთ? ჩვენ ვაგრძელებთ იმ მემკვიდრეობას, რაც ბატონი აკაკის უშუალო მოღვაწეობით ჩამოყალიბდა და ეს ის მემკვიდრეობა, რაც უფალმა გვიბოძა ზოგადად ახალი სიტყვის მოთხოვნებია გადარჩენისათვის დადებული, უფლის ნებელობა ქართულ ენაზეა გაცხადებული. 28 წელი ბატონმა აკაკი სწორედ ამ საქმეს შეალია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, რისი გადარჩენა შესაძლებელია იქნებ, ვერ გადავწყვიტეთ ეს საკითხი თავის დროზე, უკვე მსოფლიოზე გადავიდა, ახლა მსოფლიოს გამოცდა იწყება და ხედავთ რამხელა გეოპოლიტიკური რიყევები მიდის, როგორი ზღაპრული ცვლილებები ჩვენს თვალწინ ვითარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აი ამ დროს დავსვით საკითხი. მართალია ჩვენ ბოლომდე ერმა ვერ გადავწყვიტეთ სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ახლა უფლის წინაშე თავს ვერ გავიმართლებთ. მაგრამ რადგან ცოცხლები ვართ და ცხოვრება გრძელდება, იქნება მსოფლიო ცვლილებებთან ერთად მაინც რაღაცა ისეთი შეცვლა შევძლოთ, რომ ერი გადარჩეს, პირველ რიგში გადარჩეს, გადარჩენის გზას დავადგეთ და იქნებ გარკვეული მაგალითიც კი მაინც მივცეთ. ესე იგი, რა არ გვათქმეინეს მსოფლიოსაც. ქართველებს რა უნდა ეთქვა? რომ ბოროტების გზა დასაგდები მსოფლიურ მასშტაბით, რომ არსებული
წესწყობილება დრო მოჭამა და რომ ეს არის ახალია დასამკვიდრებელი და რომ ეს არის ის ჟამი, სწორედ როცა წყდება კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. აი ეს სიტყვა უნდა ეთქვა ერს პოლიტიკურად. ქვეყნიერებისათვის. არა და საკითხი რომ გადაგვეწყვიტა, დღეს ამ განსაცდელის წინაშე ქვეყანა და ერი არ იდგებოდა. გასაგებია რომ ეს უდიდესი პრობლემა არის, მაგრამ ამ უდიდესი პრობლემის გვერდით არის კიდევ სხვა უამრავი, როგორც უდიდესი, ისე საშუალო მნიშვნელობის პრობლემები და ახლა რა ძალისხმევაც აი მე ერთი პრობლემის გადასაჭერად გვჭირდება, შენ ახსენ რომ მილიონამდე ადამიანი გამოვიდეს. აი ამდენივე ძალისხმევა რომ გაგვეღო თავის დროზე, რაც ახლა ერთი პრობლემის გადასაჭერად მოითხოვება. ჩვენ გადავწყვეტ ისეთ საკითხს, რომელიც ქვეყანაში ისეთ პროცესებს დაუდებდა საფუძველს, ისეთ ახალ რელსებზე გადაიყვანდა ქვეყანას, როდესაც ეს საკითხები სახელმწიფოებრივად გადაწყდებოდა, ახალი ხელისუფლება, ახალ სისტემაზე მორგებული, ახალი კონსტიტუციაზე მორგებული, ახალი ხელისუფლება თავად გადაწყვეტდა ამ საკითხებს და ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა ამას აღარ დაჭირდებოდა. ჩვენ უბრალოდ თანმიმდევრულად ქვეყანას და სახელმწიფოს და ხელისუფლებას უნდა მივყოლოდით ამ ყველაფერში. აი, ერთი პრობლემის გადაწყვეტას რა ძალისხმევა სჭირდება, შეგვეძლო ისეთი თემა გადაგვეწყვიტა, ისეთი საკითხი გადაგვეწყვიტა, რომ ქვეყანაში სრულიად ახალი რეალობა ყოფილიყო, რომელიც რეალობაშიც ეს პრობლემას და კიდევ მისი თანმდები სხვა პრობლემებიც სახელმწიფო დონეზე მოგვარდებოდა. მაგრამ ჩვენ ეს თავის დროზე ხელიდან გავუშვით ეს შანსი, რომელსაც ვეღარ დავატრიალებთ და დღეს ვამბობთ, რომ ეს უკვე გვიანია, მაგრამ რაღაცის გადარჩენა კიდე შეიძლება, კიდე რაღაცის გაკეთება შეიძლება და ახლა თუ ეს პრობლემაც, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე რამდენი გადაცემა, თუ ესე გაგვექცა, რომ ვიღაცებმა თავისი გაიტანეს და როგორც თვითონ გადაწყვიტეს თავიანთი ჯიბეების გასასქელებლად, პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის გაყიდვა გაუვიდათ, მე ამის უკან დაბრუნება წარმოუდგენელი და შეუძლებელი გახდება და ყველაფერი ფაქტიურად უკვე დაკარგულად შეიძლება გამოვაცხადო და ჩაითვალოს. იმიტომ რომ აი ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ ახლა, თუ ახლა ვერ ვაჩერებთ ამ პროცესს, არჩევნები მოვა და არჩევნებზე ავსახავთ შედეგებს. არჩევნები ვიცით როგორ სტარდება და უკვე წინასწარ ცნობილია ვის რა რიცხვს დაგვიწერენ. 30,000 კაცამდე გულანთებული ქართველი შეიკრიბა ალტინფოს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების მომზადებულ აქციაზე და როგორი იყო პასუხი ხელისუფლების. ესენი არიან შავრაზმელები, ეკლესიის მესეურნეობის ხობიებით დაავადებული ხალხი. ეს იყო 1500 რელიგიური შეუწყნარებლობით და ეროვნული შეუწყნარებლობით დაავადებული 1500 ფანატიკოსი, ეს სიტყვებია. ეს განაჩენია გამოტანილი. ქართველებს განაჩენია გამოტანილი. თუ იქართველებ, ესე იგი შენ ხარ რელიგიურად შეუწყნარებელი, ესე იგი ურდოს მოუძღვია. ეს უნდა შეიტკბო. თავი უნდა ჩაღუნო. წინააღმდეგობა თუ გაწევ, ესე იგი შენ ხარ დასასჯელი. იალიყები გამზადებულია. იალიყები გამზადებულია. შენ ხარ ფანატიკოსი. გავიგეთ რომ ვისთან გაქვს და რასთან გაქვს საქმე. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსათვის. ჩვენ თუ ამ ბრძოლაში თავს ვერ გამოვიჩენთ, ვერ შევძლებთ მშვიდობიანი გზით, მე ხას უსვავ. ყოველად მშვიდობიანი გზით. მერთი ისეთ გამოცდის წინაშე არ გვაყენებს, რაც შეუძლებელია. ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში გამოსავალი. ეს პროცესი რომ გავაჩეროთ, მინიმუმ რომ გაჩერდეს. აი როგორც დამახვან ჰესის მშენებლობა რომ გაჩერდა. სულ მინიმუმ. იმას არ მოუტანია საქართველოს გადარჩენა, მაგრამ ის პროექტი გაჩერდა. სულ მინიმუმ საჭიროა ყველა ქართველმა, ყველა ძვირფასმა საქართველოს ერთგულმა თანამოქალაქემ იმ ერთ დანიშნულ დღეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოთ. აი როგორი მარტივი საკითხის წინაშე გაყენება ეს ღმერთი ახლა არ მოითხოვა ხმისხნევა, ახლა არ მოითხოვა დიდგორის თავგანწირვა, ბრძოლის ქარცეცხლში შევარდნა, არ მოითხოვება ვიარავით და ასე შემდეგ. სისხლის რო არ მოითხოვება არც ერთ შემთხვევაში. პირიქით ვინც ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაც სხვანაირად წამოსევს ამ საკითხს, ის პროვოკატორია. ის ჩამოსაცილებელი, ის გვერდზე გასაწევია, მაგ იარლიკის
მოკრა უნდა სწორედ იმ ძალას, რომელიც დღეს ბატონობს საქართველოში, რომელიც ხელისუფლებას მართავს, რომ შავრაზმელები ვართ, შეუწყნარებლები ვართ და ასე შემდეგ. არა და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, აუცილებელი რეაქცია ამხელა უცხოს მოძალებას რო გხდო, წინააღმდეგობა უნდა გაწიო, ამ წინააღმდეგობის გაწევის ენერგია, შინაგანი იმპულსი რო არ ქონოდა, ქართველი ერი ვერ გაძლევდა მსოფლიოს სასწაული, რასაც ქართველობის არსებობა ქვია ამიერკავკასიაში, როგორც ცივილიზაციის არსებობა, ვერ მოხდებოდა, ვერ შედგებოდა. და ეხლა ეს იმუნიტეტი რო გვაქვს, ამაზე არიან განრისხებული. ამიტომ ყოველგვარი რაღაც ფიზიკურ ისეთ იმაზე მომწოდებელი, ეს არის პროვოკატორი, ეს არის გვერდზე გასაწევი, რომ არ მოხდეს მარგინალიზაცია, ვისი გაკეთებაც უნდა და გაყიდულმა პროპაგანდისტებმა უკვე დაიწყეს ამ თემების წამოწევა, უკვე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ რელიგიური და ეროვნული შუღლის გამღვივებლებს უკვე სასწრაფოდ უნდა მიხედოს ხელისუფლება მკაცრად. ხო, ზომებია მისაღებიო. ახლა სულიერი საკითხები გვაქვს, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ იმ ხალხს, ბატონ აკაკისთან ათასობით ადამიანი მოდიოდა, ინტერესდებოდნენ, რას ამბობდა მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ესეთ განსაკუთრებულს. მომრავიანი ადამიანი წინარიგებში იჯდა, კარგა ხანი, მაგრამ როგორც ხედავთ, მრავალი წლების განმავლობაში წინარიგებში იჯდომა არ შველოდა საკითხს. მინდა გადმოვიღო მეორე ტომი, ბოდიშს მოვუხდი ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ჩემი მხედველობით, როგორ შევძლებ, არა იყოს, ისე ჩემით შევეცდები როგორმე. ეს არის მეორე ტომი, თავისი ხელით შედგენილი თემატიკით, ბატონ აკაკი, ასე ვთქვათ, ბოლო სამსახურიც გაგვიწია. და თვითონ ამოარჩია ახალი სიტყვიდან, გაზეთ მეცნიერლეში ქვეყნდებოდა და ვრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დადგა დრო და ჟამი, აღიბეჭდოს ყოველი ან ბეჭდით ღმრთისა, ან რიცხვით სატანისა. და რომ ყოველმან უკეთ შეიცნოს თავისი თავი, გიცოდეთ. აქ საკმაოდ ბევრი რამ არის, ძალიან მნიშვნელოვანი და უაღრესად მნიშვნელოვანი მოვა დრო და თუ გადარჩენაა, ქართველი ერი დააფასებს და თუ ქართველი ერი ვერ შეძლებს თავისი მისიის შესრულებას და კაცობრიობა მაინც მოძებნის გადარჩენის გზას, ღვთისშემწეობით, კაცობრიობა დააფასებს სამაგიეროდ, აი ამას, რაც ეხლა ჩვენ გვიდევს და რასაც ძალიან მოკლედ შევახსენებ ისევ. ვინც ფიქრობს მტრის ძლევას, ღმერთია მასთან. ვინც ფიქრობს მტრის სიკვდილზე, სატანაა მასთან. ვინც ფიქრობს მტრის მოკლაზე, სატანაა მასთან. და ასე შემდეგ. რატო წამოუწევს? ვინც ძლევაზე ფიქრობს? ვინც ძლევაზე ფიქრობს? ეს უნდა გაირჩას, უნდა გაიმიჯნოს. ძლევა და მოკლა. ძლევა და მოკლა ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსია. აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოლუსია. აპოკალიფსში გასაგები არმაგედონის საფრთხე, ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება, მაგრამ თუ ქრისტიანი ხარ, თუ ქრისტეს ცნებების მიმდევარი ხარ, თუ ახალი სიტყვისა ოდნავ მაინც რამე გაიგე, მტრის მოკლაზე თუ ფიქრობ, ესე იგი სატანაა შენთან. თუ სატანაა შენთან და მტრის მოკლის, ანუ მოწინააღმდეგის, ანუ ერის მოღალატის ასეთული, შენ ასეთული, ხლა ის კიდე შეიძლება შენ თulis ერის მოღალატედ. რეკომენდაციას აძლევ ხელისუფალს, თან არსებულ ხელისუფალს. რომ რატო არ ვაუქმებთ მორატორიუმს, რატო არ ვხრეტავთ ერის მოღალატებს, ესე იგი მტრის მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურების სურვილით გამოდიხარ. ესე იგი შენთან სატანა და როცა სატანა შენთან
შენ ერის გადარჩენის საკითხს ვერაფერს ვერ შემატებ, შენი უმაღლეს მემკვიდრეობას, რაც ბატონი აკაკის მოღვაწეობაა, ამაზე მეც ცუც ვერ გაუკეთებ, როდესაც თან შენ თავს აკავშირებ ბატონი აკაკის სურათით და იქიდან გამოდიხარ, ამაზე ცუც უბრალოდ მეც ვერ გაუკეთებ. თუ ეს მოცემულობაა, ეს არის ახალი სიტყვის მოცემულობა. რისი დროც მოვიდა, ჩვენ ან ვიღებთ ამას, ან არ ვიღებთ და ძველი ტიკები ძველზე ვრჩებით, ისევ მოკლაზე ვფიქრობთ, ისევ განადგურ ფიზიკურ მოსპობაზე ვფიქრობთ. გეგონება არაკაც კლაო, ეს ხვისთვისაა ნათქვა. გამახსენდა ერთი. ბოდიში კიდევ უნდა გაგა. აი, ძველზე როცა ამბობ, იმ ძველითაც კი მსოფლიოს საზოგადოება, კაცობრიობა მივიდა იმ აზრამდე, რომ სიკვდილი დასჯა ეს არაქრისტიანულია, არაღვთაებრივია. აღარ არის ლაპარაკი ახლა მეორეთ მოსვლის შემდეგ, ახალი სიტყვის მოსვლის შემდეგ. ლაპარაკია ძველი ჯერ კიდევ. მთელი ქვეყნებში, როდის მოხდა ხო აკრძალვა სიკვდილი დასჯის. როდის მივიდა კაცობრიობა აზრამდე, როდის ამაღლდა. გაცილებით ადრე ხო? და განსაკუთრებით გაუგებარი და საწყენია, როდესაც როგორც თქვია, წლების წლების განმავლობაში ისმენდა იმას, რაც ბატონი აკაკისგან მოდიოდა, რომელზეც ამბობდა, ეს ჩემი არ არის, რასაც ვღებულობ იმას გაწვდით. ხო მით უმეტეს, როდესაც ეს კაცის ნაზრევი კი არა, უფლისგან მოწვდილია და შენ ამას ისმენ და წლების განმავლობაში თუ თვეების განმავლობაში დადიხარ აკაკი ჯორჯაძესთან და სიტყვას ისმენ მისგან მოწვდილ სიტყვას და მე გამოდიხარ თუ ჩვენ ქართველები ერთმანეთს უნდა დავერიოთ, დავხრიტოთ, მე შენ უნდა გამოგაცხადო მოღალატედ, შენ უნდა გამომაცხადო მოღალატედ და უნდა ბოლომდე შევჭამო და დავჭამოთ ერთმანეთს. ის კი არა რომ საერთო მტერს, ასე ვთქვათ, შეუტრიალდეთ და ესეთი გამოთქმა ქართულში, ესე თქვია ხოლმე რომ ძაღლი ჩხუბობდა და გელი გამოჩნდა და ეს ორივე ძაღლი მე ინგილს წაეკიდა, ხო? თუ ცხოველებში არის ეს განცდა, რომ ის ტროვა დროებით გვერდზე გადადოს და საერთო მტერს მიუტრიალდეს. ჩვენ რა გაგვიხდა, რა მოგვივიდა, რა დაგვემართა ამნაირი, რომ ეს ვერ შევძლოთ და ის სწორედაც რითაც გადაცემა დავიწყეთ ერთიანობისკენ ნაბიჯია, რომ იმის მაგივრად ერთმანეთში მტერი ვეძიოთ ერთმანეთში მოკავშირე. ის საერთო რაც გვაერთიანებს. ხო ერთ ქვეყანაში დავიბადეთ, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთი ერის შვილები ვართ. ჩვენ შვილებს და თავმავლობას, ჩვენ შვილიშვილებს უნდა დარჩეთ ეს მიწაწყალი. და ეს მიწაწყალი გვაქვს დღეს დასაცველი, ადრე თუ ხვლით მოდიოდნენ, შუბით მოდიოდნენ, გვართმევდნენ, კლავდნენ, დღეს ფულით მოდიან. გაიმარტივეს საქმე, რა უნდა ქაღალდის დაბეჭდა იქ ქაღალდს მიხვალ და თავი რო არ შეაკლა, ისე წაართმევ და მოისყიდი ხელისუფლება თუ ვიღაც ელიტა პოლიტიკური და ის მიწა და წყალი შენდაქჩება იმ ხაღალდის სანაცვლოდ. და აი როდესაც ამ განსაცდელის წინაშე ვდგივართ, რომ აი ნათლად არც კი ჩანს ის სილუეტი მტრის და ხატება მტრის არც კი ჩანს თითქოს და აუბრალოებენ საკითხს, ეს არის ინვესტორი, კეთილის მოფელი მოდის, რომ ჩვენ ეკონომიკას წაადგეს, თვითონაც ნახოს ბუნებრივია მოგება, მაგრამ და აი როდესაც ესეთი მოპარვით მოსული მტერი კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე იარაღით მოსული მტერი და განსაკუთრებული სიფხიზლე, განსაკუთრებული ერთიანობა დღეს გვმართებს და ამავე დროს იმ პრინციპების დაცვა, რომ მართალი ვიყოთ როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისე უფლის წინაშე, რომ მისგანაც გქონდეს მფარველობა, ჩვენ თუ კაცთაკლის და ერთმანეთის ჭამის და დახვრეტის გზით მივდივართ, მაშინ ღმერთი რატო უნდა დაგვიდგეს გვერდით, რატო უნდა დაგვეხმაროს აი ამ ბრძოლაში, ხო ისმება კითხვა. მით უმეტეს, როცა მრავალჯერ მოისმინე, მისგან მოწვდილი და ერთხელაც არ შეისმინე. მრავალდებულია ღმერთი, რომ მით უმეტეს, რომ საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს, რომ ჩვეულებრივი ფიზიკური კანონებით არ იხსნება, რანაირად შეებლებოდა იმ ბრძოლაში ქართველი გამარჯვებული გამოსულიყო, რანაირად შეიძლებოდა გადარჩენილიყო ქართველი და დღემდე მოეღწია თავისი ენით, მამული და სარწმუნოებით, რომ ისე რომ არ დაეკარგა დაუშვათ თავისი ტრადიცია, წმენა, ენა და ესე ამ დღემდე მოსულიყო, აი არ იხსნება ხო ფიზიკური კანონები. აქ აუცილებლად ჩანს და ნათლად ჩანს უფლის მფარველობა, მისი ხელი და დღესაც თუ გვინდა რომ ჩვენ პირველ რიგში უფლისგან გქონდეს
ის ფარველობა, რაც ამ ბრძოლაში მოგცემს იმის საშუალებას, რომ გამარჯვებული გამოვიდეთ და თუ იქვე უპირისპირდებით მის მოწმილ პრინციპებს და დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ, მაშინ რა იქნება და რას უნდა ველოდეთ ამ ყველაფრიდან? თუ თავიდანვე საფუძვლად ამას უფლის პრინციპებს კი არა, ანტიქრისტეს პრინციპებს ვუდებთ და ისე გამოვდივართ ამ ბრძოლაში საომრად. რას მივიღებთ ამ ყველაფრიდან? წინასწარ აქ ხო შედეგები ცნობილია და ამ კითხვას ხო დასაჭირდება. და ამიტომ მე მინდა ხაზი გაუსვა და გაარჩიოს სულ ყველა. და შემოძახილები არის ხოლმე და იცოდნენ, რომ ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზი ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს თუ მოქმედებთ, რომ არ გავაგრძელოთ ის მემკვიდრეობა, რაც მოცემულია და არ გავმიჯნოთ, ეხლა სახიერებით შეიძლება გარკვეული ცდარი წარმოდგენები შეიქმნას, არავით არის კავშირი ბატონ აკაკი ჯორჯაძეს დახვრეტების საკითხთან არ აქვს. ეს არის ანტიპოდი სრულიად. არავით არის ახალი სიტყვა, არავით არის ხელმოწერების შინაარსი, არავით არის სისტემის შეცვლა, არავით არის ქრისტეს მორალი, ქრისტიანობა, არავით არის ღვთის მოწოდება, კაცის ყვლისა, არ არსებობს. და პირიქით, სწორედ ანტიქრისტე მოგვიწოდებს და სწორედ სატანა და მხეცია ის, რაც ადამიანის კაცის მოწინააღმდეგის მოკვლის გზაზე გვაყენებს. ჩვენ ასეთ მიღებებს ვემიჯნებით კატეგორიულად. ამას კატეგორიულად ვემიჯნებით და ვინც ამ სატანური სულით არის შეპყრობილი, ხო? მე სწორედ ის გვაღელვებს მას ეს სულიერი, ეს უარყოფითი სულიერი ძალა ვაკარბინებს წონასწორობას, გვამსგავსებს ჰიტლერულ შეზოფრენულ გამოსვლების პათოსთან, ტროცკისტულ გამოხდომებთან. აი მართლაც ეს არის ტროცკიზმი, ეს არის ნაციზმი, თალმუდის საიდუმლო ცნებები, თალმუდისტობა თავის საიდუმლო ფარული ცნებებით. ეს ის კატეგორია, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტას ადამიანის მოკვლის გზით ქმნიდნენ. პრობლემას სისხლის ტბები და გუბეები დააყენეს, მდინარეები, ზღვები და ოკეანეები სისხლით აავსეს. და ეხლა რას გავყვებით, სწორედ ამაშია საქმე. ეს გზა, გავიარეთ, მაგრამ ახლა როგორ არის, აი ადამიანმა, მიხვდა რომ არ შეიძლება, ახლა უნდა ვთქვათ, რომ ახლა ევროპას ყველაფერი მინუს ვერ მივაწერთ, ეგრე არ არის. ევროპაში გარკვეული ჰუმანიზაციის საკითხებიც მომწიფდა და იმდენად ამაღლდა აქეთ მხარე, რომ ადამიანის სიკვდილით დარჩა და მოკლა ოფიციალურად ითქვა უარი. და თუ სადმე უკუ პროცესი წავიდა ამერიკაში. თავდაცვის სამინისტროს ომის სამინისტრო დაარქვა და სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გაუქმებას დაიწყო ალბათ ზოგიერთ შტატში, კვლავ აღადგინა. ეგ იყო კიდევაც ზოგიერთ შტატში და კვლავ აღადგინა. ეს ტრამპის იმით ხდება. ტრამპი რო არ არის მხსნელი და ეს კონსერვატიზმის მანტიაში რა ძალაა გახოული, ეგ გვაქვს ნამშევით, ახლა მაგის განხვილის ადგილი არ არის. ხო, აქ ძალიან მკვეთრი ზღვარი უნდა იყოს გავლებული. თუ მაგ მოკლის გზას გავყვებით, მაგან უნდა დაგუპოს და ეგ გუპავს. როცა ლაპარაკია, რომ ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება, სწორედ ეგ არის. თანხმობით ჩვენ მაგ გზაზე თუ რჩებით, უნდა დავიღუპოთ მაშინ. ჩვენ თვითონ გამოგვაქვს განაჩენი, სიკვდილის განაჩენი გამოგვაქვს საკუთარი თავისთვის, ჩვენი ერისთვის და კაცობრიობისთვის. თუ მაგაზე რჩებით, რომ უნდა მოკლათ მოწინააღმდეგე ერის მოღალატე, სასიკვდილო განაჩენი გამოგვაქვს. და ბატონი აკაკის სახელის გამოყენება, ბატონი აკაკის სურათისა და იმ გარემოსი, რაც თავისი ხელით აქვს შექმნილი, ეს ნიშნავს იმას, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მიდის მართლაც საქართველოს განადგურებისათვის, სულიერად, ფიზიკურადაც უკვე. ამას უნდა გავემიჯნოთ აბსოლუტურად და უნდა გამოფხიზლდეს ეს ხალხი. ჩვენი მოწოდება ეს გამოფხიზლდეს.
და დააგდოს მართლაც ის ბოროტების გზა. თვითონ უნდა დააგდოს. ბატონო აკაკი ამბობდა, კარი ყველასთვის ღიაა. მე ვერ აუგრძალავ აქ მოსულას. უფლის სიტყვა ყველასთვისაა. მაგრამ მოითხოვება აქ მოსული ადამიანისთვის, რომ საკუთარ თავში ბოროტი ძლიოს და ხელი აიღოს ამ ძალმომრეობას. კვლელობის წყურვილზე. პირის სისხლით რო გაქვს სავსე, ამაზე უნდა ავიღოთ ხელი. ხო, ეს მძიმე მემკვიდრეობა გვაწვალებს, გვაწუხებს, მაგრამ თუ ამ მემკვიდრეობაზე უარს ამბობთ, ბაში სიკვდილი კარზეა მომდგარი, ჩვენ თვითონ მოვყავს. ისა ახალი დროის მოთხოვნა. ახალი დროის მოთხოვნა ეგ არის, რომ აქამდე ალილუიას რო სწავლობდი და ცხოვრებაში არ ატარებდი და ქრისტეს სახელით ურჯულოების ჯვაროსნულ ომს რო აწყობდი და ანადგურებდი ცივილიზაციებს, აი ეგ ბოროტების გზა და სწორედ დასაგდები. ნინევეს სასწაულში აზია. ნინევეს სასწაულში. ბოროტების გზა დააგდეთო და არა პირიქით ბოროტების გზაზე შედექით ერთმანეთს დაერიეთ, მოღალატებად გამოაცხადეთ, შენის დახვით და შენის ჩამოახჭე. თან ახლა უყურე ნახეთ რა ასე პოლიტიკურ ნახეთ რა ხდება ახლა აქ უყურეთ. ხელისუფლებამ ესეთი იდეოლოგიური ომი წამოიწყო მოწინააღმდეგეების მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება იმას, რომ გაყიდოს ქართული მიწები და ჯიბე გაისქეროს. რომ თურმე ჩვენ ამდაგვარად განწყობილი ადამიანები ყოფილვართ deep state-თან დაკავშირებული ხალხი, ვინც ვირჯებით, იმიტომ რომ ქვეყანამ ეკონომიკური ხეირი არ ნახოს, ეკონომიკური აღმარლობა არ ნახოს, ინვესტიციები არ შემოვიდეს და ანუ ვიბძვით ქვეყნის წინააღმდეგ და თუ ქვეყნის წინააღმდეგ ვიბძვით, ბუნებრივად ლოგიკურად გამოვდივართ, ესე იგი ქვეყნის წრები. ესე იგი დასახრეტები ყოფილი. ანუ ამ ლოგიკით დასახრეტი ყოფილა ყველა ის, ვინც აი წვიმიან ცივ ამინდში ქვეყნის გადასარჩენად, ერის გადასარჩენად, მამულის და მიწაწყლის გადასარჩენად გამოვიდა ერთი კვირის წინ 7 დეკემბერი იყო, ხო, თუ არ ვცდები. 7 დეკემბერს აქციაზე და ისინიც, ვინც ვერ შეძლო იქ ვერ გამოვიდა, მაგრამ თავისი სულით, გულით, განაზრახით ეთანხმება და ჩვენი თანამებრძოლი და თანამონაწილე და თანამოაზრე ამ საკითხში. თურმე ეს მე დიდი იმედი მაქვს და ასეც არის, რომ ამდაგვარად განწყობილი მოსახლეობა საქართველოში არის აბსოლუტური უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, იქ რამდენი კაცი იყო გამოსული. აი ამდაგვარად ქართული მიწა წყალი წიაღისეული რო არ უნდა გაიყიდოს, ამდაგვარად განწყობილი მოსახლეობა რომ უმრავლესობა იქიდანაც ჩანს, რომ აგერ ჩვენს ხელმოწერებზე არაერთჯერ მიჩვენებია ხელი აქვს მოწერილი 1,907,000 კაცს, უფრო მეც, მაგრამ მე ყრილობა 1,907,000 დატოვა ზალაში, რომ ქართული მიწა წყალი წიაღისეული არის ქართველიერი საკუთრება და ის არ უნდა გაიყიდოს. აი ამაზეა ხელი მოწერილი 1,907,000 კაცს, ანუ ეს 1,907,000 კაცი დღევანდელი ხელისუფლების ლოგიკით ყოფილან მოძული ამ ქვეყნის და მტრები, რომელსაც არ უნდა რომ საქართველოში ინვესტიცია შემოვიდეს და ქართული მიწა ვიღაცამ დაამუშაოს, თუ ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იქ ააგოს რაღაც მშენებლობები წამოიწყოს, საცხოვრის სააგებს თუ კაზინოს თუ რაღაც ტოტალიზატორს თუ ასე შემდეგ. თურმე ესეც მოღალატები ყოფილან და ამ ლოგიკას თუ შევაჯერებთ ერთმანეთთან ხელისუფლების და გარკვეული ჯგუფების თუ პიროვნებების, ესე გამოდის, რომ 2 მილიონამდე კაცი საქართველოში დასახრეტი ყოფილა. თუ შევაჯერებთ ერთმანეთთან აი ამ ორ იდეოლოგიას და ნაზრებს, გამოდის ესე. ლოგიკურად ესე გამოდის, ხო? კი, ამიტომ აი ესე გვიმღრევს გონებას, როცა ჩვენთან სატანა, როცა ჩვენ სატანის სულიერებაში ვჩდებით. ცოტა სულიერ საკითხებზე გადავიტანეთ ყურადღება, მაგრამ აუცილებელია. ჭირვა მალა თავი, მაგრამ მაინც არ დამალაო. როგორ არის ნათქვამი? ეს უნდა ითქვას ღიად და გამოკვეთილად. ასეთი გონების დაბნელება მოსდევს, როცა სატანის სულიერებით იწყებ მოქმედებას. ესე იგი რა გამოდის? ქართველი მამულიშვილი დასახრეტია? ესენი ამბენ, რომ ესენი არიან შავრაზმელები, შაბნელი ფანატიკოსები, რომლებიც ავიებენ ეროვნულ და რელიგიურ სიძულვილს. მეორე მხარი კიდე ამბობს, რომ ერის მოღალატეებისზე უნდა მორატორიუმი გაუქმდეს სიკვდილის დასჯის და უნდა დავხრიტოთ ან ჩამოახრჩოთ თუ რა ვიცი ახლა. აი ეგ რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია სახელმწიფოს, ხელისუფლებას, თორე რომ გაითვალისწინებინა, აქამდე უკვე წინ ვიქნებოდა. აი ხო ესე იგი, მამულიშვილი უნდა დაახრიტო, რა თუ თვითონ ასთulis რომ მამულიშვილია და
არაბიზაცია და ეს უცხოელებზე ქვეყნის გასხვისება არ შეიძლება, მაშინ გელიოტინის გამომგონებელი თვითონ რომ მოუწია გელიოტინაზე აღმოჩენა, ეს ეხო არ გამოდის. აი, ნუ სასაცილო მდგომარეობამდე მივდივართ. მაგრამ თუ ვძლებთ ხედს და სატანას რაც შიგნით გვიზის, ხო მაშინ ქვეყნის გადარჩენაში თითოეულ ჩვენთაგას უკვე მართლაც ლომის წვლილი შეუძლია შეიტანოს. რაც შეეხება ხლა ამ ხელმოწერებს, რაზეც არაერთხელ გვიწევს შეხება და ხაზგასმა, ეს არის ქართველი ერის საკუთრება. ეს უნდა გაიცნობიეროს, გაისიგრძე გამოს საქართველო, თუ გადარჩენა გვინდა. დღევანდელი ეს მოთხოვნა, რომლის გაფერმკრთალება, რომლის ჩაქრობა, ერთი ემოციის გადავლა, არაფრით არ შეიძლება. ამ მუხტის მინავლება ეს უკვე დაუპა. და ეს მოთხოვნა, რის გამოც შვიდში გამოვიდნენ მანამდეც და კიდევ დაგეგმილია და უნდა დაიგეგმოს, ერთიანი საყოველთაო ეროვნული საპროტესტო გამოსვლა, ხო? სწორედ გადარჩენისათვის საჭირო სამ პუნქტი არის, მეორე პუნქტია, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი ყველაზე შემკრები არსი, ეგ არის. ესე იგი, ეს არის სწორედ გადარჩენის უფლისიტყვა რა არის? გადარჩენისათვის რაც საჭირო ცნობა, რაც შენს გადარჩენას ჭირდება. ერთ-ერთი ქვაკუთხედის მოთხოვნა. ესე იგი, ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ და ვეუბნებით, დიახ, როცა ჩვენ ამ მოთხოვნით უნდა გამოვიდეთ, ანდაც უკვე გამოდივართ და ვაპროტესტებთ ღმერთი ჩვენთანაა, იმიტომ რომ ღვთის მოთხოვნას აღვასრულებთ. ამით ვამხნევებთ. დროებით გადადებული გვაქვს ნეიტრალიტეტის საკითხი, რომ არ მოყვეს ამას გაღიზიანება, არა ესე, არა ისე, გადადებული გვაქვს აი ფორმაციის მართვის სისტემის შეცვლის საკითხიც, ჯერჯერობით. მოდი ცოტა გვერდზე გადავწყვეტ, კი ბატონო, და აი ეს საკითხია წამოწეული, რაზეც ყველა რიგითიც, ბრალიანიც და უბრალოდ უნდა შევრიგდეთ, მოვრიგდეთ და ერთად დავდგეთ. მაგრამ რას ვადევნებთ კიდე თვალს? ნუ სამწუხაროდ ეს ძალიან ძნელი ხა პარტიული ეგოიზმის დაძლევა. ნუ მაინც გაზდებს იქ თავისი პარტიული, თავისი რაღაც გაერთიანების და აი ჩემი პარტია გიშველით და ისე თulis ზოგიერთი რომ თითქოს ეს საკითხები უკვე გადაწყვეტილია, უკვე გამარჯვებულია და ის ხარ დარჩა რომ მის პარტიას მიეცეს ხმა, ის ყველაფერს დაალაგებს და გაასწორებს. მეგობრებო, დებო, ძმებო, არა ვართ მას, არ არის მას ეს საქმე, ეს ილუზიებია. ჩვენ სოფლიო ხედს ვეჯახებით, გადამწყვეტ ბრძოლაზეა გადასული. თუ რატო აკეთებს ამას ალკე სხვა ახსნა შეიძლება მოუძებნოთ, აი ვიფიქროთ და გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები. გარეთ რაც ხდება, როგორც არის, აქ უკავშირდება, მიმდინარე ამბებს უკავშირდება. უზარმაზარ წინააღმდეგობას გაგვიწევს. უფლის შეწევნით, უფლის მიერ მოწოდებული, მშვიდობიანი და სწორად დაყენებული საკითხების გარეშე, ანუ უფლის ხარდაჭერის გარეშე, თუ პრიმიტიულად ვიტყვით, ხო? ჩვენ ამ ხედს ვერ ძლებთ. ჩვენ ისევ პარტიული ეგო თუ წამოვწიეთ და აგერ რას გეუბნეოდით და მე ესეთი ვიყავ, ეხლა არ ვასახელებ არცერts. ეს უნდა ყველა გავებით არსებული ფორმაციის ფულის სისტემაში. ყველა მივიძინეთ ცალ-ცალკე. ყველა გვერდზე გადავწიეთ მოსული ახალი უფლის სიტყვის მოწოდებები გადარჩენისათვის. ყველა გარკვეულწილად პროვოკატორის როლი ვითამაშეთ, როლ პროვოკაციასაც შეძლო არა მარტო საქართველოს, არამედ სოფლიოს დაღუპვაც. ზოგიერთება გადავწყვიტეთ, რომ აი აქ რო ყველაფერი კარგად იყოს, ამერიკამ კავკასიაში და საქართველოში ატომური რაკეტები უნდა მოიტანოს დადგას და დაუბიზნოს კრეებს. იყო ეგ დროც. აი შეიცვალა, აი ამერიკა სხვა დოქტრინას იღებს, სხვა განზომილებაში გადადის მთელი დედამიწა, მთელი პლანეტა. ყველა ერთად ვეკაჩებოდით ევროპისკენ, ასე გვეგონა იქ. ხო და ეხლა აღარ უნდა გამოუდგათ იმ ძველს და ეხლა ნუტლით რომ უკვე გავიმარჯვეთ, უკვე ეს ამას ხვალევე მოუხსნით, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ისეთ ცივილიზირებული სამყაროს მიერ არაკანონიერია და 2 წუთში მოგვარდება და ის ხარ დარჩა რომ ერთი ჩემი პარტია რომ როგორ გიჟე, არ არის ესე საქმე. საქმე ძალიან ცუდათაა, ძალიან რთულათაა. ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები და მოსანანიებლათა ვართ ქუჩაში გამოსასვლელი პირველ რიგში. ეხლა პირადად მე ვინ კითხავს, მაგრამ აი რო თქვა,
ჩვენ არა მაინცა და მაინც რომ აი ხელისუფალო შეესეთო და შეისეთო და შეერის მოყალატეო კი არა. მოსანანიებლად ხარ გამოსასვლელი ქუჩაში. თორე რაც გჭირს და სადაც მივედით. ამას ყველა მივდევდით მეტნაკლებად. ყველას შეგვეშა, რატო შეგვეშალა? ადამიანია ცდომილი. ეს დრო არის რო ადამიანია ცდომილი, ხო. და ის რაც მოწოდებული იყო, ის ვერ დავიჯერეთ, ვერ წარმოვიდგინეთ, არ მივიღეთ. კაცი რო ამობდა რომ მე ჩემით არ ვლაპარაკობ. მე შემთხვევით არაფერი არ ხდება. ხო, სიტყვის სახით, ინფორმაციის სახით მოვიდა ის რაც გადარჩენისათვის საჭირო, იმიტომ რომ ქრისტემ ხსნელია. მან მამასთან უნდა დაგაბრუნოს, მან სიცოცხლის გზაზე უნდა გაგიყვანოს. ვარ გზა. ეს აი ფორმულები ვარ გზა. ნუ ეს ვერ მივიღეთ, ვერ გავიგეთ, მაგრამ აი ქამდე მოვერთ. ამიტომ მოსანანიებლად ვართ გამოსასვლელები. იმისა, რომ ბოროტების გზა აქამდე უნდა დაგვეგდო და რომ არ დავაგდეთ. იქნებ შეინანოს ღმერთმა. და ბოროტი მევენახის, აი სიმბოლური eit მიწეს მაიცავარი, ბოროტი მევენახის ფუნქცია არ განვიმტკიცდეს. თორე იქ შედეგი ცხადია, მევენახებს დახოცავს და ვენახს სხვას გადასცემს. ეგ პროცესი დაწყება. აი ხომ ვყურებთ? ღიად. ხო, თუმცა ის ვინც ახლა ჩეკვებს იპრიალებს, რომ მე დამრჩებაო ბოდიში. ჩვენ თუ უნდა დავისაჯოთ როგორც ბოროტი მევენახეები. ვინც ამბობს, რომ ეს ქვეყანა ჩემია, მე ვიყიდე და ასე შემდეგ. მე ვარ ღვთის ხალხს მეწარმოადგენო. მასე არ იქნება. თუმცა ეგ ჩვენ აღარ შეგვეხება უკვე. ხო. ამიტომ თითო სიტყვას უნდა შერჩევა. ჩვენ მოსანანიებელი გვაქვს უფლის წინაშე, რომ იქნებ ბედისერაში შესწორების შეტანის საშუალება მოგწეს და ნინეველებივით მართლა მოვინანიოთ და მართლა სხვა ახალ გზას დავადგეთ. ისე კარგად ვიცით რა სადაც ცოდავთ, რაში ცოდავთ. ვიცით სინდისი ღვთის ხმა თითოეულ ადამიანში და მართალია ამ ფულის სისტემას სინდისი ძალიან მიგვიყუჩა და მიგვიძინა. მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ რაც გვჭირს ყველაფერში მაინც ჩვენი ხელი ორივე, ჩვენი ხელით გაკეთა. ჯარით აქ არავინ არ მოსულა. მოვიდა იდეოლოგით, მოვიდა ფულით, ჩვენში გამდიდრების სურვილი უფრო გაძლიერდა ვიდრე ხო, აღარ მინდა ამ მეზე გამიგრძელდა სიტყვა. პარტიული ეგოიზმი დასაძლევი. შეიძლება ვილაპარაკოთ იმ ცვლილებებზეც, რასაც თუნდაც აი ამერიკის თავდაცვი დოქტრინა რას წარმოადგენს, როგორ არის, მაგრამ ამ ყველაფერს ქართველისთვის აზრი აღარ ექნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა გადასაწყვეტი. ამიტომ ეს ბეჭდის ახსნის დრო რა არის? ჟამის დროს ხდება ბეჭდების ახსნა. უნდა იცოდეს სინამდვილეში ვინ ახარ და რა ხარ. სარკეში უნდა ჩაიხედო რა კაცო, რომ გაასწორო. წინა რიგში დგომა და მევარო და ეს ეგ არ შველით საკითხს. ერთი რაღაც გამახსენდა. ორი ახლობელი ერთმანეთში დაობდნენ და გარკვეული სახსრები მოითხოვებოდა და ეს სახსრები არ მაქვს, იმიტომ რომ ეკლესიურობდნენ თან და არ მაქვს, იმიტომ რომ თავის დროზე ძარცვაგლეჯოში არ მიმიღიებო ნაწილეობა. ხო. კაცო, ჯერ გაგეძარცვაო და ფული დაგეგროვებინეთ, მე მოინანიებდი და დღეს ხო ეს საშუალება გვექნებოდაო. აი ჟამი ასეთია, რომ ასეა გამრუდებული ჩვენი აზროვნება. ზოგიერთი ასეთ რაღაცას ვთავაზობს, ვიცი რა, ქრისტე ხო, აი კარგია მერე ხო რა ზღრუბლებში და ის რაღაცა. თითქოს ქრისტიანობა ეს არის უხერხემლო, უსახსრო, როგორ ვთქვა, აი ფრთიანი ანგელოზებისთვის მარტო. და საკითხი უნდა გადაუწყვიტოთ ძალით. აბა იქ ნახე როგორ არის ბიბლიაში და ეს გამოცხადებაში და მხეთში აღდგა და აპოკალიფსის რაინდები და მიდი მოდივარ. ესე იგი ჩვენ აქ უნდა წაუმხესოთ, უნდა სისხლი მივღარ მოუღაროთ, აი ჩვენ ეს მხეცები რომ მოვასწორებთ, მოუსწორებთ მაცხოვარს.
აი მე მაცხოვრის დიდება და პატივი მოვა და ეგ მე აკაკის ამბავმა ჩაიარა აკაკი რო აღარ არის ახლა მოვიდა ხეცების თარეშის დრო ნუ ეს რაღაცა მახინჯ იდეოლოგიას ქმნით ეს ხეცი გვიმახინჯებს აზროვნებას და ვცდილობთ აქეთ გავიყვანოთ და ვისარგებლოთ იმ სიმბოლიკით იმ სურათებით რაც ამ მემკვიდრეობასთან ახლავს არა და მაშინ ჯობია კაცო ჰიტლერის სურათი დავიკიდოთ ან მუსოლინის ან დუჩესი ან ტროცკის და თუ ესეთი აზრები გვაქვს აი იმ სურათების თანხლებით ვილაპარაკოთ აკაკი ჯორჯაძის სიცოცხლე და ცხოვრება და მოღვაწეობა დასრულდა მაგრამ ხო პროცესი და მოვლენა ხო არ დასრულებულა ქრისტე ფიზიკურად არ არის ზეცაში ამაყდა ხომ ასია იყო 2000 წლის წინ ფიზიკურად მაცხოვარი არ არის და რო წავიდა მცნებებით ზეცად ამაყდა და ფიზიკურად ხო არ არის ჩვენს გვერდზე რა და ეს იმას ნიშნავდა რომ ის მცნებები და პრინციპები რაც დაგვიტოვა აღარ უნდა აგვესრულებინა თან წაიღო თანამედროვე აი მოვიდა ახალი სიტყვა ახალი ცნობიერება ის რაც გვაკლდა რომ ქრისტეს მიმდევრებად მართლა ჩავითვალოთ და გაგვიხანგრძლივდეს ყოფიერება და სიცოცხლე ხო არსებობა რა მოვიდა ეს ახალიც მოიტანა პიროვნება მუდმივად ხო ვერ იქნებოდა რა თუნ არა მოვდა ახლა სასკი არ გამოვეკერები მაგრამ აღარ არის ჩვენს გვერდით კი წავიდა იმ ქვეყნათან სადაც ყველა დაბადებული წავიდა თან წაიღო ეს ახალი მოთხოვნები გადარჩენისთვის საჭირო სულიერი პრინციპები ბეჭდების ახსნის საკითხები და რაზეც ახლა რაც პატარა ამონარიდი რო წავიკითხე თუ რა არის ესე უნდა ვიმშელოთ ესე უნდა ვიასწორნოთ არ გამოვას ასეთი სიტყვით რომ იხვალ ახლა ვის შეკრები ვინ გამოყონა თუ პირიქით ეცდებიან რომ გაგერიდონ და გვერდში არავინ არ დაგიდგეს იმიტომ რომ ეს ხო დაბლა დაცემაა კაცო ევროპის წამყვანი პარტიებიც კი გასწრებენ და მორალურად გაცილებით მაღლად განან ვიდრე შენ დგები ამ დროს იბატონო ჩარტის სახით მივესალმები ჩვენს მერეს დამაყურებელს ჩემო მეგობრებო ნუ ამ ძირითადად ახლა ჩვენ ამ პოლიტიკურ ენით საუბრობთ რა თქმა უნდა იმ სულიერ საკითხებსაც შევეხეთ და მინდა გავახსენო ახლა ჩვენს მერეს დამაყურებელს ნუ ყოველ ჩანაწერში ვახსენებთ რომ მართლაც განსაკუთრებულ დროს გვიწევს დღეს ცხოვრება ჩვენ ადამიანებს ჟამია მართლაც ხდება მართლაც ყოფნა არ ყოფნა საკითხები და პასუხი გასაცემით დედამიწის ადამიანს კითხვაზე რომ კრავი ძლევს მხეცს ეს ზოგადად თუ მხეცი გაბატონდება დედამიწაზე და ჩვენ უთხრათ რომ დღეს არც რუსეთია მე ქვეყანას შევეხები კრავი და არც ზოგადად დასავლეთი არის მხეცი ერთის და მეორეს კრავის და მხეცის ეს ცნობიერება სიტყვა მთავარი პოსტულატი აქ არის რომ სიტყვა არის ღმერთი ჩვენ ლაპარაკობთ რომ დღეს სწორედაც ვახსენეთ ამ საუბრებს ჩემო ჯემალი და კახა მიმდინარეობს წინ პლანზე ინფორმაციული ომი არის რომელმაც უცებ შეცვალა ჭეშმარიტ ღირებულებები ჩვენში თვითონ აზროვნებაში და ჩვენ ქრისტიანობაზე და აზროვნებაში გასაჭირო სწორედ ეგ არის რომ მართლმადიდებლობა თავს ვიკლავთ და ქვეყანას დასავლეთისკენ ნატოს ევროკავშირისკენ მივართ სადაც იქ ხეთის იდეოლოგიით არის ნაკვები და თავი კი ისე გვიჭირავს თითქოს არაფერი არ ხდება და ეს რომ განსაკუთრებულად სწორედ ეს არის ჩვენი აზროვნების გასაჭირო რომ ვერ ვკვევით ერთად ეს მეორესთან ვერ ვაბავთ ვერ ვაკავშირებთ თავი კიდე ისე გვიჭირავს მართლაც რომ თითქოს არაფერი არ ხდება და სწორედაც არის ნათქვამი ჯერ კიდევ ახსენე ახლა და მინდა გავემეორო რომ ჯერ კიდევ როდის უფალი იესო ქრისტეს მიერ რომ სწორედ დღევანდელი დედამიწისეული ადამიანიც რომ არ მოსულიყავით არ მეთქვა მათთვის არ ეკნებოდა ცოდვა ახლა კი არ აქვს მიტოვება თავიანთი ცოდვისთვის ისიც კარგად ვიცი რა გვინდა გავახსენოთ ჩვენ მსმენელს რომ აი ეს ებრაელები ის კასტა დღეს ვინც ის მართავს დედამიწას თავის იდეოლოგია ანტი ადამიანური სატანისტური იდეოლოგიით უწერიათ ყოველ შაბათ შევიკრიბოთ გოებს უნდა ამოგვიჯოთ გუნდე მოკაც საუკეთესო ქრისტიანია
ესე იგი, როგორი ლოგიკაა? ესე იგი, თუ ამ აზროვნებაში ვჩებით, ქართველობა კი არა, დედამიწაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩებით. ეს პროცესი რო დაწყებულია, აგერ გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში, აღარ ვლაპარაკო უკრაინას და სხვადასხვა წერტილებში. ესე აზრობრივ გასაჭირში ვართ. მაგრამ ჯერ კაცობრიობას, აზროვნებას ჯერ ჩვენი თავი სჭირდება. საიდანაც შესარგებლების იღება კვლავ შეგვიძლია. თუ შევცვლით დამოკიდებულება და ეს უმთავრესია აღნიშნული მოვლენისა და გაცხადებული სიტყვისა. რადგან ველაპარაკობდა ბატონ აკაკი 28 წელიწადში და ჩვენ მისი მიმდევრები აგერ ვაგზელებთ საუბარს ჩვენ. და მთავარიც ინფორმაციის ვახსენეთ. მთავარიც უნდა გავერკვიოთ, რომ დღეს რა დროა, რა პროცესები მიმდინარეობს დედამიწაზე. თუ ამ საკითხებში ვერ გავერკვიეთ, ვერ მივაქვს ჭეშმარიტებასთან და ამიტომ ასეთი ინფორმაციული დაწოლის პირობებში სწორედ მოწვილ უფლის სიტყვას შეუძლია რომ გაენეიტრალოს ეს სიტუაციები და მე მინდა რომ ამ კუთხითაც ეს ჩართვის სახით დაფიქრდეს ჩვენი ქართველობა, გავიღვიძოთ, გამოვხსნოთ ქართველობა, რომ ჩვენ სხვა ფუნქცია გვაქვს, იმიტომ რომ კაცობრიობა რომს გადარჩეს ჩვენ ვერ გადავრჩებით თუ ჩვენ არ შევასრულეთ აღნიშნული მოვლენა და არ შევაღიარეთ ეს მოვლენა. ეს მინდოდა მე თქვა დამატების სახით შეომეგობრებოდა. ჩვენი გადაცემა დასასრულსაც მიუახლოვდა და როგორც ბოლოს სიტყვა, ბოლოს მოწოდებასავით მინდა მიმართო ჩვენს მსმენელს და საერთოდაც ჩვენ ერს, ვინც მოგვისმენს, ვინც გვიყურებს. ძმებო და დებო, ქართველებო, ძალიან დიდი ომის და საშიშროების წინაშე ვდგევართ და ძალიან დიდი ბრძოლა გვაქვს მოსაგები მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდებით აუცილებლად გვართმევენ, გვიყიდიან ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარ მიწა-წყალს გვართმევენ საცხოვრის, სადაც ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა გაიხაროს, გამრავლდეს, გააგრძელოს თავისი ერი და ჯიში, აი მიწა-წყალს გვიყიდიან და არ მოგატყუოთ დღევანდელი ხელისუფლების იმ მორგებულმა ნიღაბმა, არ მოგატყუოთ დღევანდელი ხელისუფლების მიერ მორგებულმა იმ მანტრიამ კონსერვატორობა, ენა, მამული სარწმუნოება, ქვეყნისთვის ზრუნვა deep state-თან ბრძოლა, ქვეყნის ინტერესებისთვის, ლიბერალიზმთან ბრძოლა. მე მინდა გაგახსენოთ ჩვენი ისტორიის ეს უახლესი ისტორიის ფურცლებიდან ვინ იყო ის მართველი პარტია, რომლის პირობებშიც აი დღეს ლიბერალიზმთან მებრძოლ, deep state-თან მებრძოლ ვაჟკაცებად რო წარმოგვიდგებიან და რომ კაცობენ, ვინ იყო ის მართველი პარტია, რომლის პირობებშიც გონი თურქი რეჟისორი იყო, თუ არ ვცდები, პირველი ქართული გეი ფილმები გადაიღეს და მე ვიცეკვე, სადაც ორი ახალგაზრდა ქართველი ბიჭი მოცეკვავები ერთმანეთს, რა ვიცი, აღარ მინდა ახლა ბოლომდე მოუყვერაც ხდება, ალბათ ხვდებით და განაწყენებული, გაბრაზებული ქართული საზოგადოება, სასულიერო პირებიც იყვნენ, საერო წარმომადგენლობაც მრავლად იყო, მივიდნენ კინოთეატრთან, რომ ჩაეშალათ პრემიერა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლობა მაშინ სპეცრაზმების და სპეციალური დანიშნულების რაზმების მონაწილეობით არ მიუშვა საზოგადოება იქამდე, რომ ჩაეშალა ეს პრემიერა და ეს პრემიერა ძალმომრეობით იქნა გაშვებული. ეს ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ვითომ ებრძვის აი ამ ლიბერალიზმს და გარყვნილებას. გადახედეთ ხელისუფლების მიერ მართული მედიის ყველა 17 მაისს თუ წინა დღეებში აი ამ გაჩაღებულ პროპაგანდისტულ მუშაობას, რას ლაპარაკობდნენ, რას გადმოსცემდნენ, როგორ აგიტაციას ეწეოდნენ, როგორ რეკლამას უკეთებდნენ აი ამ გეი აღრუმბების წინასწარ დაგეგმას თუ მისი ხორცშესხმისთვის გაწეულ სამუშაოებს, როგორ აიდეალებდნენ, როგორ რომანტიზებას ეწეოდნენ ამ ყველაფრის. ეს გელაპარაკებით ხელისუფლების მართული მედია, რომელიც ერთ სიტყვაცას არ დაძრავს ხელისუფლებისგან მიცემული სიგნალის გარეშე, ხელისუფლებისგან მიცემული ნებართვის გარეშე და ბოლოს აი 17 მაისს აივნიდან LGBT დროშის ჩამოხსნისთვის ის ვაჟკაცი ბიჭები დღესაც იხდიან ციხეში.
წარდგენილი ბრალის გამო სასჯელს იხდიან. დღემდე არც ხელისუფლებას გაუმართლებია ისინი და არც პრეზიდენტს შეუწყალებია. ისინი კვლავ ციხეში რჩებიან, ვინც იბრძოდა სწორედაც აი ამ ლიბერალიზმის წინააღმდეგ და დღეს ხელისუფლება ლიბერალიზმის წინააღმდეგ მებრძოლად, ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლად რო წარმოგვიდგება, ეს ის ხელისუფლება, რომელსაც სწრაფ და მალმალე ეხერხება საკმაოდ ოსტატურად მორგება ახალ-ახალი ნიღბების და ახალ-ახალი მანტიების და მისგან ეს გამოშეული პროპაგანდა, რომ ქვეყნისთვის ბრუნავენ ინვესტიციები შემოაქვთ, აქ ცუდი არაფერი არ არის, არანაირი დემოგრაფიული პრობლემა ქვეყანას არ შეერგება. ეს ლიტონი ყალბის სიტყვებია იმისთვის, რომ გაანელონ ქვეყანაში ქვეყნის შიგნით აი ერში წამოსული ეს იმპულსები, წამოსული ეს რეაქცია, უარყოფითი რეაქცია, რომელიც მოყვამ ამ გადადგმულ ნაბიჯებს. ერთი კი რამენაირად ჩააშოშმინონ ეს ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, რომ მე თვითონ პირადი სარგებელი ნახონ და ქვეყანას და ერთს რა დაემართება, ეს უკვე მეათე ხარისხის პრობლემაა მათთვის. მე მომიხდა იმის გახსენება, რომ ვისთან გვაქვს საქმე, რასთან გვაქვს საქმე. აქ მე არ მაქვს სურვილი ვინმეს პიროვნული ჭრილი ან შეურაცხყოფა მივაყენო. უბრალოდ დამჭირდა იმის გახსენება, რომ როგორ სწრაფად შეუძლიათ რომ შეიცვალონ პოზიცია და დროის შესაბამისი ნიღაბი მოიგონ. და ამათგან მოსახლეობის მოტყუება ეს ჩვეულებრივი ამბავი, გავიხსენოთ ბოლოს და ბოლოს 2012 წლის დაპირებები, ამოიღეთ არქივი ძალიან მშვენიერი რაღაცა, ამოიღეთ რა დაპირებები იყო, იქიდან თუ ერთი შესრულდა და რა გარანტია გვაქვს რომ ის დაპირება შესრულდება, რომ თითქოს აქ ქვეყანას და ერთს არანაირი პრობლემა არ ექმნება. ესე შეუძლიათ, ესე ოსტატურად შეუძლიათ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. ესე ოსტატურად შეუძლიათ დაპირებებით, სრულ დაპირებებით აყოლიება ხალხის და თავისი შესაბამის მიმართულებით წაყოლიება. ამასთან დაკავშირებით ეს მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი გონების თვალს ვენდოთ, ჩვენი გულიდან მოწვდილ სვენდოთ და ისე ვიმოქმედოთ. დღეს როგორც არასდროს ჭირდება ერთიანობა, აი ეს იყო ჩვენი პასუხი იმათთვის, ვინც მოგვიწოდებს რომ გაერთიანდით, კი ბატონო, ჩვენგანაც ეს მოწოდებები ისმის, რომ მოდით გავერთიანდეთ და ეს პრობლემა ერთად გადავწყვიტოთ და შემდეგ გავარკვიოთ უკვე რომელი მიმართულება ჯობია ქვეყნის განვითარებისთვის. ქვეყანა თუ არ გადავარჩინა და ქვეყანა თუ არ შეგვრჩა და გაგვიყიდეს, ეს დანარჩენი საუბარი რომ ქვეყანას ეს უფრო წაადგება, თუ ის უფრო წაადგება, თუ ის ქვეყანა ხელთ აღარ აგაგდა, შენი აღარ არის და უცხოტომელების არის, მაშინ ეს უკვე ზედმეტია და სისულელეც არის. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ყურადღებისთვის.